საღამოშვიდობისა, პატუცომდე რომ მაყურებლებო, ეთერში გადაცემა საუბარი მოძღვართა. და ეს ჩვენი გადაცემის სტუმარი მცანდება ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი იოანე. დაუგლოცეთ თქვენ მოგეთ. უნდა გვაქვს დავიწყოთ საკვირაო სახარების განმარტები და შემდეგ სხვა საკითხებსაც შევეხოთ. რუბეშულსა შუბახალთოსულსა. მადლობა. ქუთაისის იმესეგიოს საქართველოს და მსოფლიოს. ქრისტეშობის შესწავლი არის სიხარულის, სიცოცხლის სიხარულის და მომენტარმოტების იმედის დღესასწაული. ქრისტეს მიერ და ქრისტესთან ერთად გვექნება მშვიდობა ზეცასთან ქვეყანაზე და ყველა თავის ნიჭის შესაბამისად და შესაძლებლობის შესაბამისად მიეცემა თავისი სიხარული და წარმატება. რაც ეხება საკვირაო სახარებას, ეკლესია ხსენებს ჩილი იესოს ტოლვას ეგვიპტეში. ცხადია თვითონ ვერ წავიდოდა, მაგრამ მოწმე ღვთისმშობელი და იოსებ დამწინდველი და იოსებ დამწინდველის ვაჟი პირველ ცოლიდან იაკობი. აღარ ისინი წავიდნენ ეგვიპტეში. რატომ იყო არჩეული ეგვიპტე? იყო ბაბილონი, იყო დამასკო, შეიძლება სხვაგანწასვლა, მაგრამ ეგვიპტესთან ისაეს ისტორიული კავშირი ჰქონდა. ჩვენ ვიცით ის საღვთო ისტორია, და გაიხსენებს სასწაული, რომ თავიდანვე აბრაამი როცა აღთულ ქვეყანაში დამკვიდრდა და იყო შიმშილობა ეგვიპტეში წავიდა, ხო? ესეთი მოსავლიანი ქვეყანა იყო და იქ შეხვდა განსასწრელი, მაგრამ ამ განსასწრელი ღვთისმოწმებით გადმოვიდა უფრო გაძლიერებული, გამდიდრებული. შემდეგ აბრაამის შვილიშვილის იაკობის ერთი ძე იოსები. ასე იყო თითქოს მონად გაყიდეს ძმებმა მოიშორეს და თავიდან ეგვიპტეში, მაგრამ იქ ღვთის განგებით ის ამავდა და ფარაონის შემდეგ პირველი კაცი იყო. და ეს განგება იმაში გამოდო, რომ მას უნდა გადაერჩინა თავისი ოჯახი, თავისი ძმები, თავისი მამა და ამიტომ მოხდა ამ ფორმით მისი დასვლა. ეს და შემდგომი კიდე ურთიერთობები ეგვიპტესთან, იქ დიდი დიასპორა იყო ებრაელების ალექსანდრიაში განსაკუთრებით. როცა ალექსანდრე მაკედონელი მოტაიყრო ეგვიპტე და აღშენეს ქალაქი. ასე რომ წინაპირობა იყო ამ არჩევანის, ხოლო ბაბილონი იყო ის ქვეყანა, რომელშიც ტყვედ წაიყვანა ნაბუქოდონოსორმა ებრაელები და იქ 70 წელიან ტყვეობაში იყვნენ. ამ წარმართულ ქვეყანაში და სანამ არ გამოდა ბრძანება მათი უკან დაბრუნების. ეგვიპტე იყო ქვეყანა მომავალი წარმატების, ხოლო ბაბილონი ტყვეობის და ტყვეობიდან განთავისუფლებით ისევ ისინი გაჭირვებით ცხოვრობდნენ თავის ქვეყანაში, იმიტომ რომ ხალხს უნდა ეშენებინა ეს ქვეყანა. და არიწენს მეწყო მეფე დავით ფსალმონის მაცხოვარზე არაერთი წინასწარ და ერთ-ერთი მათ შორის არის ესე იგი სიტყვები ეგვიპტეთ უტოლო ძესა ჩემსა. უფალი ამბობს. და აი ხდება ჩილი იესოს მისვლა თავჩასვლა ეგვიპტეში და შემდგომ როდესაც ჰეროდე გარდაიცვალა, რომ თეძიებდა სულს მაცხოვრის მოკლავა უნდა მას და თვითონ გავიდა ამ ქვეყნიდან დამძიმებული თავის წოდებით. აი მაშინ ხდება დაბრუნება მაცხოვრის
ისრაელში. ამას ეძღვნება ეს მონაკვეთი სახარებიდან ახდენს დეტალურად ამას და ამით ჩვენ ეკლესია ვახსენებს რომ ყველაფერი რაც დაკავშირებულია მაცხოვრთან ქრისტესთან მის მოსვლასთან მისიასთან ეს ოფერტის განგებსულდებოდა და იყო რავზე წინასწარმეტყველება თვით ეგვიპტეში იმის უტოლვაზე და იყო წინასწარმეტყველება ის ჯვარცმის შესახებ წინასწარმეტყველება ზეცა ამაღლების შესახებ და მრავალი ასეთი წინასწარმეტყველება მაცხოვრის შესახებ არის და აიტომ მეფე დავით მეფსალმუნიკოს წინასწარმეტყველო ნიჭით მჭედელი მომავლისა მოწოდა მაცხოვარზე. ის სიტყვები რომელიც მე აღსრულდა გოლგოთაზე მაცხოვრისთან მიმართებაში. ყოველ ამას ჩვენ გვახსენებს ეკლესია, რომ კიდევ ერთხელ გამტკიცეთ რწმენით, რომ ჩვენი რწმენა არ არის ადამიანის მოგონილი. ჩვენი რწმენა არ არის არ იყო და გაჩნდა და მე ისე გაქრა. მარადიული განცხადება უფლისა ქვეყანაზე და წინასწარმეტყველთა მიერ და ერგულ და მართალ ადამიანთა მიერ. ვიტყვით მოკლედ რო ვთქვა, რომ ამას ეძღვნება სახარება. თუმცა შეიძლება გავაგრძელოთ ჩვენ საუბარი, რომ სახარებასთან ერთად იკითხება გარკვეულ მონაკვეთი მოციქულთა წლებიდან. აი საქმე მოციქულთა, რომ ახდენს პავლე მოციქულთა მოქცევას ქრისტიანობაზე, იქაც ჩვენ ხედავთ თვით მოხდა ეს. მიდიოდა ერთი მიზნით, რომ გაიზარდონ დევნა ქრისტიანები, საყურს ჩაეყარა ისინი და გზად უფალი გამოიცხადა და ირწმუნა ქრისტე და დიდი მხარდაგებელი ქრისტეს და დამთმელი მრავალთა განსასწორთა ქრისტეს გულისის. პავლე მოციქული. აიტომაც კვირა დღეს მოსმენი იყო სამოციქულოდან იქაც ტექსტი, სადაც აღწერილია პავლე მოციქულის ერთი მოწმობა თავის სარწმუნოებაზე. არა კაცთაგან კი არ მიმიღიაო, არ გამოცხადებით დამასკოს გზაზე ვიღე უფალი პირისპირ და შემდეგ დამასკოში ჩასული მონათელს იღებს და ამბობს რომ არ წავედი არც იერუსალიმში და არც დამასკოში დავრჩი, არამედ წავედი არაბეთში, არაბეთის უდაბნოში და იქ უფალი ეცხადებოდა მას და მოძღვრდა ასავლით, არასასავლით და თავის მოციქულებს სამი წლის მანძილზე აქ პავლე მოციქულმა ცოტა ხნის ბოლოში შეიცნო და შემდეგ დაბრუნდა დამასკოში და იქიდან ავიდა იერუსალიმში პეტრე მოციქულთან, მას ხუთი ძმა ნახა იაკობი და გამოუცხადა თავის სარწმუნოება, რას ქადაგებს და მოწაფემა დაამოწმეს, რომ შენ ჭეშმარიტებს ქადაგებს, ნამდვილად ეს არის ქრისტესგან მოცემული რწმენა. აი მას ახსენებს მრევლს, რომ იცოდეთ, რომ ჩვენი რწმენა კაცთაგან არ არის, ღვთისგან არის, ღვთის გამოცხადებით არის. ამიტომ უდიდეს პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ. გვესმის თუ არა წერილი, ვიცით თუ არა წერილი და წერილ შესაბამისად ცხოვრობთ ჩვენ თუ არა. ჩვენი რწმენა ეთანხმება ყველაფერი იმას, რაც წერილში არის ნათქვამი თუ არა. იმიტომ რომ რწმენის გარეშე არც სარწმუნოების საქმეები იქნება და არც სიცოცხლე ცხოვრება და არც მომავალი ცხოვრება და ცხოვრება. აი ამიტომ ეკლესია დღეს როდესაც იხსენებს როგორც თქვით იოსებ დამწინდელს, დავით ფსალმუთუქნელს და იაკობს მაცხოვრის ხორციელ ძმას
ჩვენ რიგითად ორტუნეებს სასულო დას ხო კიდევ ერთხელ ვახსენებს მათ ცხოვრების წარმომავლობას, მის მისიას, მის ძალმოსილებას და მის გზას ცხოვრებისა საუკუნო სასწრაფისაკენ, რომელიც ჩვენ შეგვიძლია განვლოთ. კიდევ იყო ხსენება იმ მომწყალთა შვილთან, რომელიც ჰეროდემ ჩაიდენა ეს დიდი საშინელება. აი ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით კიდევ? რატომ მოხდა ეს ფაქტი რა? მზაკობა ამ სოფლისა ადამიანთაგან თვითონ მას მოუბრუნდება. მან რომ შეიტყო მოგვებისგან, რომ მეუფე ჰურიათ, ანუ მეუფე იუდეისა და იუდეველთა დაიბადა, ჩათვალე ეს ჩემი მეტოქი იქნება. ასე დღემდე ტენის კონკურენტი იქნება და ანუ ჯობია ხმოკლათ. ან რადგან მან კითხა თავის ასე განსწავლულებს, თიგნობრებს და ფარისევლებს, წელში აწერიაო ქრისტეზე. მიხვდა ვის ეს საუბარი, არ არის უბრალოდ ვიხართ ადამიანი. ესია, მაგრამ ჰეროდე განასახებს ამ სოფელს თავისი ცოდებით, თავისი ცნობიერებით, რომ ამ სოფელს უნდა რომ აი ამ ცოდებში ყოფნა მარადიულად დარჩეს ესე. უფალს ამისას იუქმნეს ქვეყანა. პირიქით, მიუხედავად ცოდებისა, მოხდეს გამოხსნა ძლევა ცოდვაზე, უშუალოებაზე. ამოდემის გამოსწორებით. უნდა იყოს. ამიტომ ჰეროდე ზაკრული ჩანაფიქრის გასახორციელებად მოუწოდა კიდევ მოგოჩდა კითხა რომ მიხვალთო ბეთლემში ხო შეიტყვეთო ბეთლემშია გამოიკითხა და დაწოლებით რომ ვის სახლში რომელ სახლშიაო მეც მივთაყვანისცემთო აი როგორი საოცარი გაუგუმართება ხდება თუნდაც ადამიანში რომ მოსაკლავად უნდა რომ მიუგზავნოს კვლელები თუმცა მეც მივთაყვანისცემთ ანუ კვლელობა თაყვანისცემა არის და ეს ახსენ ჩვენ იუდას რომელიც საიდუმლოებას მიიღო თვითონ სიარება მასხოვისგან და წერია რომ მაშინ შევიდა ეშმაკი მის გულში ანუ შეუქცევადი პროცესი დაცემისა და დაიწყო მანამდე კიდე იყო იმედი რომ იგი მოbrunდეს უფალმა კი იცოდა რომ არა მაგრამ ყველაფერი სადა და აი საიდუმლოების შემდეგ ნუ მათხოვე დავიდა თეცამანის ბაღში სადაც დადიოდა და ხადია იცოდა რომ იქ მოიყვანდა იუდა იუდამაც იცოდა ეს ადგილი მაგრამ მივიდა არ მოერიდა არ გაიქცა განსასწრებს ახლა ჩაიფიქრო მან ის აღარ მოიშორებს და იუდასაც გაუხარდა დაინახა აქ არისო და მოწაფეებს თავის მოყვანილ შეიარაღებულ ადამიანებს თავისაც ვიამბორები ვის არის და ღამესი ამ სიბნელეში ვერ ხდებოდი ვინ უნდა შეეპყროთ და მივიდა და მიესალმა გიხაროდნენ მოძღვარო ანუ ეს უკვე დაცინვა ცინიზმი იყო რომ ამას ხო რო ყოფილი ასე ხო იცოდე რომ მე აქ მოვიდოდიო და დაიმალებულსა და წავიდოდა არა აი აქ მოვიდა მაინდამაც უფალი წინა არ აღუდგა ბოროტებას რათა ძლივოს ბოროტებას თელი კაცობრიობის გამოხსნა მოხდა კი და როდესაც მივიდა რომ იხაროდნენ მოძღვარო და ეამბორა ასე ეამბორა დანახოს მოვიდა უფალმა უთხრა ამბურით გამცე ამისის მოხვედი მე ყველაფერი გავიღე შენთვის ას ყველა არც ერთი მოციქულს ეს ყულება არ მიმდია და შენ მოგიცი რომ მესის მოყარებიდან განკურნებულიყავი 12 მოციქულთა შორის შემოგიყვანე რომ არის რომ თავი დაჯაგრდო 70-თან რანი არ ყოფილიყო 12-ში შემოგიყვანე ანუ ყველა დაგაწინაურე და მაინც უკმაყოფილ ხარ რატო შენთვის
შენი თავია კერპი. ამ კერპის ახალი ხარ, ამ პარტავნებით, პატივმოყვარებით, ეცის მოყვარებით და ამიტომ ტოლი ბადალი არ გეგონია და თუ ვინმე გონია შენზე უფრო დიდი ეცდები, ის მოიშოროს თავიდან. აი ესე შურის გამო ვან რწმენა დაკარგა ქრისტეს. ვეღარ ხედავ კეთილ საქმეს. იმას აღარ ესმოდა რომ უფლის მიერ ასრულებდა სასწაულს თვითონაც, როცა გაიგზავნა საკადაგებლად. ყველაფერი თავისთავად მიაწერა, რაც კი ამიკეთილი იყო და ამიტომ შეიძლება განკითხვა მაცხოვრისა. ანუ საერთოდ განკითხვის სულის საფუძველი ეს არის. განსა საკუთარი უპირატესობის ხაზე რომ უკეთესია და მე შესაძლოა პატივსაც ითხოვს ყველასგან და ეს მოთხოვნა გაუმაძღარი ხდება, რაც მეტი პატივი უნდა მისი, მაინც უკმაყოფილო, მაინც მეტი უნდა. აი ეს სული ჰეროდეს და იუდას ერთნაირად ჰქონდათ, უბრალოდ იუდა რიგითი ადამიანი იყო, ჰეროდე მეფე, მაგრამ აი მეფესაც შეშორდა ჩვილი იესოსი. და განკითხვის სულმა ცოდათა გამრავლება იცის და ერთის კვლელობა უნდა და ჰეროდეს და დახუცა 14,000. ის ერთი მაინც ვერ იპოვა. და ვერც მიხვდა მას ეგონა რომ ამ 14,000 ერთი მაინც ხო იქნებოდაო. მის ნუგეში იყო. და ამდენი ბავშვი ჩვილი გაიმეტა, საკმაოდ არ ნანობდა ამას. ესე დიდების მოყვარდა და ლოფრებს მოყვარე ადამიანის ფსიქოლოგია, რომ თავი მისთვის მიზანი ცხოვრების არის დალაუფლება. მაგრამ მოვასიტილი უჩინო და თავს იგი აყრის იარაღსა, როგორც ცნობილი სიმღერაში არის ქართულში, ხო? აი ეს სწორედ ეწია ჰეროდეს. თქვენ მოფება. აი იუდას ქრისტეს ვერჩია თქვა გზა მეფობის და მეფე გამხდარი იყო და იუდასაც ფული ეშოვა ამით, მაშინ ხوار გაყიდიდა. მაგრამ როცა ქრისტემ თქვა მე ჯვარზე გამაგრავენო, იფიქრა ხო, მაგრამ რომ რაღაც ხომ გააკეთოს, ალბათ მე გავაკეთებ ამასა და გაიქცა, ხო? ხო. ეს იყო მისი აქაც მას ჰქონდა თავის წარმოდგენა მესიაზე, ანუ ქრისტეზე, როგორი უნდა იყოს. ძალმოსილი უნდა იყოს, ლევამოსილი, გაიმარჯოს ყველაზე და მთელ მსოფლიოში დამყაროს ერთი იმპერია და ის იყოს იმპერატორი. ხო. და აი ეს სული იმპერიული ანტიდების ხო თან იზრდება. საფუძველი გასაგები ცნობილია, მაგრამ საფუძველი კეთილი არის. მაგრამ დაცემულ ბუნება ყველაფერს გაუკმართება იცის. ადამიანი ცხადად ქვეყნიერების მეფეთ შექმნა მესტმა. და ჩაიდან ჩანს, რომ ბიბლიაში ბედო სიტყვები აღორდით, გამბალოდით. ავსეთ ქვეყანა, დაეუფლეთ მას. ხო? დაეუფლეთ და მთავრობდეთ მასეო. თავრობა არა მარტო დალაუფლება არ იგულისხმება, ან შეიმეცნეთ თვითონქნილება და სასიკეთოდ ყველაფერი გამოიყენეთ და ადიდებდით უფალს შემოქმედს ის და ქვეყანისა. აი ეს იყო ნამდვილი მეფობაა და ანუ სასופელი ქვეყანაზე. და მას ეს ვერ შეძლოთანდია. თქვენობა არა მარტო იუდა ღმერთმთავრებაც და ფარისელებმაც, ცნობლებმაც იმიტომ არ მიიღეს, რომ ქრისტემ ვარი თქვა მეფობაზე და ვარი თქვა ბრძოლაზე, ხო? ხომ სწორია? და პირიქით ისინი აი სასოწარკვეთლებას ჩავარდნენ, როცა უთხრა მან არაო გიყვარდეთ მტერი თქვენია და ადგეს და არ მიიღეს. აი ამიტომ მოხდა, ხო, ქრისტეს არ მიიღება, არ ცნობა. ხო, ის არ მოუწოდა ბატონობისგან ამ სოფლისა, წარმოებულ სოფლის, მატერიალურ სოფლის ბატონობისგან. არავით მოუწოდებდა სასופველისაგან. და პირდაპირ უფალი როცა ჩამოხდეს სხვადასხვა მიმართულების, რომელიც ადამიანს აინტერესებს, ერთხელ რომ ეძიებდეთ პირველ სასოფლისას სიმართლე მის და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. რა ჩვენ გჭირდება ის მოგეცემა. თავარია რომ სასოფლი დაიმკვიდრო, მარადმწვანე დაიმკვიდრო. მაგრამ უხილავია დღეს ამ ქვეყანაზე მარადმწვანე ცხოვრება. მაგრამ ქრისტეებიდან მოვიდა რომ ირწმუნო.
ქრისტე განცხადება იმ მოხილავის ქვეყანაზე ხილულად ქცევა. რათა დარწმუნდა შენ სასופელის რეალობაში და დაინახო გზა სასופელისაკენ მიმავალი. ჩვენ და საცხობთ მოვიდა უფალი. და ამ სოფელს ეგონა რომ თუ მოკლავდნენ დამთავრდებოდა ეს ძიება, არა. პირიქით უფრო გაძლიერდა, რომ მორწმუნე ადამიანი დაინახა უფლის სიყვარული, უდიდესი სიყვარული თავისუფლების მიმართ. მე უკვე ახლა ეს ღმერთია და წინასწარ უყურებს ჩვენ უცებ გვინდა ეწლებით შეიძლება წლები გავიდეს და მე აი ღმერთს რაც უნდა მაინც ისე მოხდება ხო ებრაელებს უთხრა რომ შერიგებისკენ სიმდაბლისკენ სიყვარულისკენ გიყვარდეს მტერი თქვენიო და ეს რომ მიეღოთ მას რომაელები მე ხო გახდნენ რომის იმპერია გახდა ქრისტიანული მე საბრძოლველიც არც არაფერი ექნებოდა ხო ერთმანეთში უკვე ერთი იქნებოდა და ძლიერი იქნებოდა მაგრამ არ მიიღეს ღვთის სიტყვა და დღევანდელ ქრისტიანობაც მე უფრო თუ ჩავღრმავდებით მრევლიც ასია ხო გიყვარდეს მტერი შენი და ვერ იგებენ ამ სიტყვას როგორ მტერი როგორ უნდა მიყვარდეს როგორ შეიძლება მტერი მიყვარდეს ხო საბრძოლოდ ესია ასეთი გაგება ხდება რომ ადამიანს უჭირს თავის დამდაბლება რადგან მას მიაჩნია რომ სხვაზე უფრო ნიჭიერია, სხვაზე უფრო მცოდნეა, სხვაზე უფრო მეტად შეუძლია ქვეყანა აყოს, გაძლიეროს, განავითაროს, რომ ის უნდა იყოს ასე ყველაზე ამაღლებული. რომ მას კონკურენცია ვერ უნდა გაუწიოს. ამიტომ ის ცდილობს დაამკვიდროს ეს, მაგრამ რეალურად გამოდის პირიქით. ამიტომ ეს სახარება მოწოდება რომ ეძიეთ სასწრაფოთვის სამართლს მინდა ყოველი მოგეცემ შენ ხო მარიან კითხე მორწმუნე მეფეები მოწამე მეფეები ჩვენ ისტორიაში ხო მოწამე მეფეები მარიან არ მეფე არჩილი ლუარშაბი დემეტრე თავდადებული ქეთევან დედოფალი ხო შუშანიკი ხო მეფის ოჯახიდან არიან ისინი და ეწამნენ ქრისტესათვის. ასევე რამდენი მოწამე ყავს? საქართველოში 100,000 მოწამე, 6,000 ბერი. როგორც მაინც სული ამ სოფლისა ხიბლავს და იზიდავს. სულ მოკლე ადამიანებს. მე უმრავლესობა ადამიანების აღსარებაშიც ჩანს ეგ რომ განკითხვაში არის. და რატომღაც მიაჩნიათ რომ განკითხვა არ არის ცოდვა. განკითხვა მე რა განვიკითხე ხო და ის სახარებაში ის ადგილი რო ავიღოთ როცა დედაკაც წარადგენენ ღვთისწინაშე რომელიც ვრუშობდა და უფალი არ ეტყვის ჩაქოლეთ პირიქით ეტყვის მოდი პირველი ქვამი მან დაკრას რომელსაც ცოდვა არ აქვს ხო ეს ხო მიანიშნებს იმას რომ თქვენ ნუ განიკითხავთ ერთმანეთს იმიტომ თქვენ ყველა ცოდვილი ხართ აი ამას როგორ განმარტავდით მე უკვე ნუ ეგრე თავისად უკვე ცხადია რომ უფალი იმიტომ დღევანდელი ადამიანები სულ განკითხვაში არიან მე უკვე და განკითხვა სულ სამპარტანებიდან მოდის რომ არაფერი არ მოწონს ის გაკეთებული ხო და აუცილებლად რაღაცა უნდა გაკრიტიკოს და უარყოფით დაინახოს ან არასრულფასოვნად დაინახოს ან წარმოჩენს რომ მას უკეთესად ესმის აი ის რომ ყოფილიყო იქ სათავეში ალბათ უკეთესად იქნებოდა ну ჩვენ გვაქვს ნანახი უკვე ძიმე და სამწუხაროდ ტრაგიკული გამოსილება რას იდახენ ბოლშევიკები ხო რომ ისინი აღშენებენ 60-ს ქვეყანაზე ხო ჩვენ ახალ სამყაროს ავაშენებთ ხო ინტერნაციონალი ხო ეს იყო ახალ ვინც არაფერს არ წარმოადგენდა ის ყველაფრის ფლობელი გახდება ანუ დალოფრებს მოწევსკენ და დალოფრება რომ ჯერ მოიპოვდა მე შინარჩუნო დალადობის გზით შესაძლებელია ხო აბა ვინ დაგითხოვს ამ დაცულ ქვეყანაში და ყველას უნდა მეფობა და შესაბამისად აი ხალხმა დაიჯერა რომ ისინი ამას მოიტანდნენ შვებას ბარაქას ლოზუნგები იყო როგორი პირდაპირ ეს დასაწყისში იყო რომ ჩვენ
მიწა გლეხსო პური მუშას და ხალხებს მშვიდობა. ამას მოყვა სამოქალაქო ომი, ამას მოყვა შიმშილობა, ეპიდემიები და რეპრესიები. აი ეს მოიტანს, არ დაპირდებოდნენ საპირისპიროდ. თუ ეს გაუკმართებული სობიერებაა და რომ ყოველთვის როცა ამისკენ ილტვის ის დააგებს, იმიტომ ის უფალს ებრძვის და უფალთან ყოველს აგებს. მახსოვს ერთი პროფესორი ვარ სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხა განსვენებული ვისაუბრა მე, ვიყავი და შეხვედრა და ერთხელ მომიწია მისლა სამყოფოში რეანიმაციაში ჩვენი ახლობლის მამა იყო იქ ბარსით იწვა და თქო ისო აზიარეო. მივედი ხლოცას კითხულობდა და იქვე მეზობლად თურმე ცოტა მასთან მოფარებული იყო ის ფარდებით, მაგრამ იწას ეს პროფესორი. რომელიც არ იყო ეკლესიური, დიდათ ხარ მოწმუნე, მაგრამ რაღაცა დაკითხული გიქონდა. და გაიგონა ხმაზე მისნო, შვილი გამოაგზავნა. იქო მაშინ გიორგი სახელი მამა გიორგიო იმის ხოლმე იცანი და მოვიდეს რაღაც მიდავთხოვო. მითხარო ეს მამა ჩემი აი მივედი. მივესალმე უშე და ის აიო მეორედესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე სტუდენტი ვარ, რაღაც 20 წელს ბოლოს 30 წელს დასაწყისში. იქ პროფესორმა ალბათ ჩათვალა რომ მე როგორც უფრო ნიჭიერი მცოდნე, ითქვა რომ დამეწერა სტატია ეკლესიის საწინააღმდეგოდ. ქრისტესობას გავაკრიტიკა რომ ეს მოგონილია, ზაპარია, არ ეთქვა ისტორიულ რეალობას და მოკლედ ესეთი წელი დავწერე. მეთქი რომ ალბათ მე დამაწინაურებენ კიდე და სოფელში დაბრუნდი არ დადეგებზე ჩავედი სახლში და დავინახე და თვეები გავიდა მაგიდაზე იდო გაზეთი და ჩემი სტატია და მამა ჩემო შემოხედა და მითხრა რაო ქრისტეს შუა წელში შეუვარდიო დაგანარცხებსო ბეჭებზეო აიო და მეუბნება აი ხო დამანარცხო ეხლა წავსო და მეც მინდა ვეზიარებო მითხრა შეინანა ხო მამის სიტყვა რა ფიქრა ამთეთხოვე ატარა და ბოლოს მაინც მივიდა როგორც ჯვარზე ავაზაკი რო ბოლოში მივხვდა და თქვენ მეფება ახლა ბოდიში გიხდით რეკლამის დრო და შემდეგ გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა ორბი ჯგუფი გთავაზობთ კომერციულ ფართებს ბათუმში უკვე აშენებულ 8 სხვადასხვა პროექტში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ანიქირაოთ კომერციული ფართები წამყვან ლოკაციებზე განთავსებულ პრემიუმ კლასის პროექტებში. კომერციული ფართები ორბი სიტიში. კომერციული ფართები ორბი ბიჩ თაუერში. კომერციული ფართები ორბი რეზიდენსში. კომერციული ფართები ორბი პლაზაში. კომერციული ფართები ორბი სიტაუერში. კომერციული ფართები ავანგარდ ბაი ორბიში. კომერციული ფართები კომფორტ ბაი ორბიში. კომერციული ფართები ავენიუ ბაი ორბიში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ან იქირაოთ კომერციული ფართები წამყვან ლოკაციებზე განთავსებულ პრემიუმ კლასის პროექტებში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 511 521 521 511 521 521 ან გვეწვევთ ვებგვერდზე orbi.g. გზელდება ჩვენი გადაცემა.
მეუფე, მოდის ახალი წელი. და თქვათ კიდე ერთხელ აუხსნათ, მე ვიცი ბევრჯერ თქვენი მოსმენილი გადაგებაც განმარტებაც მოსმენილი მაქვს. სტუდიაში გელაჩიც, მამა მიქელმაც ყველა მისაუბრა ამის შესახებ, თბილისშიდაც, საპატრიარქოს ტელევიზიისთან განმარტენ. აი მოდის ჩვენზე ზეწოლა 25 დეკემბერს, რომ რატომ ჩვენ არ აღვნიშნავთ შობას ლათინებთან ერთად, კათოლიკებს რომ ეძახიან, მათთან ერთად და რატომ შვიდში? რატომ არის ეს ახალი წელი და თქვათ ახლა რომ მოდის აი დღე ხვალ ამ საღამოს თენდება ახალი წელი, ეს რატო არ არის? ხო, რატო არის ნამდვილი ახალი წელი ვთქვათ? აი ამის შესახებ რო ვთქვათ მეუფე. ხო და ისიც ვთქვათ ერთი მეუფე ახლობლები მეუბნებ და შობა რომ მოდისო, ღორისთავი ხომ უნდა იყოსო და შობა ესეთი დღესასწაულია, მე ვთხარი, ცხოველები ერთმანეთს არ ერჩიან და რატომ უნდა მოკლათ ღორი, დავკლათ, ცხვარი, რატო? ხო შეიძლება რომ შვიდად შევხვდეთ ამას სიყვარულით. ხო. ნუ ხა ხალხური თქმულებები და წარმოდგენები სხვა არის და ჭეშმარიტება სხვა რამეა. მართალია უკვე არაერთის მომიწია მე ამაზე საუბარი. მოკლედ ვთქვათ, კალენდარს გულისხმობთ, ხო? დიახ, კალენდარს გულისხმობ. მოკლედ ვთქვათ, არის ორი პარალელური ათვლის სისტემა. ერთი რომელიც იყო ეკლესიის ისტორიის დასაწყისში და მეოთხე საუკუნეში პირველ მსოფლიო კრებაზე უკვე დადგინდა გათვლები, ის მიხედვით მოხდეს აღნიშნა აღდგომის დღესასწაულის. და მაშინ შეთანხმდნენ უკვე მეოთხე საუკუნის დასასრულს, მეორე მსოფლიო კრება იყო, ქრისტეს შობის დღესასწაულის აღნიშნა, ის მოხდებოდეს. ჩამოყალიბდა, იყო ორი ტრადიცია, აღმოსავლეთ და დასავლეთ. აღმოსავლეთი და დასავლეთი განსხვავდება, რომ დედაქალაქი და ცენტრი იყო რომი. ამიტომ ეს ბრძანება რომში რო გამოიწვიეს, მაშინ ტელეგრაფი არ იყო. სანამ მიაღწია ამ ინფორმაციამ იგივე პალესტინამდე. ხო, გავიდეთ რომ. იყო ორი ტრადიცია. რომ რომში ქრისტიანები 25 დეკემბერს აღნიშნავდნენ შობას, ხოლო აღმოსავლეთში, იფონისიაში 6 იანვარს. და რომ ისე თქვი ქრისტიანობა გამოცხადდა რელიგიად რომის იმპერიაში და მიღებული იყო და შეწყდა დევნა ეს კონსტანტინ დიდის დროს და პირველ მსოფლიო კრება 325 წელს შეიგრება და 390 წელს მეორე კრება. აი მაშინ უკვე ერთ სისტემამდე უნდა დაეყვანათ ეს. ერთი კალენდარი უნდა ყოფილიყო იმპერიის ტერიტორიაზე და მიიჩნიეს რომ ბრძანება 25 დეკემბერს იყო, 25 დეკემბერს იყოს ეს. მაგრამ მეორე ტრადიციას, აღმოსავლეთ ტრადიციას ეხსნიან. ორი დღესასწაულის შობასა და ნათლისღებას ეწოდება ღვთის გამოცხადება. ხო, ერთია ღვთის გამოცხადება გამოქვაბულში ბეთლემში. იდუმალად ღამე ქალაქიდან მოშორებით და მხოლოდ გამორჩეული პიროვნები, მწყემსები, მოგვები, დიდი მართალი იოსები, ღვთისმშობელი და ანგელოზ და დასი. არის მოწმე ამის. და ნათლისღება იორდანეზე მაცხოვრის განცხადება უკვე მოსვლა საჯაროდ და 13 წელი იოანე ნათლისმცემელი ამბობს, აი, ტარგი ღვთის ამბობს თოდა სოფლისათა, ეს არის მესია. ორი გამოცხადება ეწოდება, ამიტომ ორი დღესასწაულის მსგავსი ტიპიკონი ქონდა მსახურების. და მაშინ ჩათვალეს, რომ მოდი 6 იანვარი მაშინ იყოს ნათლისღება. ჩვენ ახლა ვჟელობთ, ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, იყო კალენდარი მაშინ ეკლესიაში და იტყვით, რომ
12 საუკუნის შემდეგ. 12 საუკუნის შემდეგ. როცა უკვე მოხდა განხეთქილება ეკლესიაში, რომი გამოიყო, ან დასავლეთი ეკლესია გამოიყო და პაპი და ლათინი გამოიყო ჭეშმარიტებულ სწავლებას. შემდეგ რომ ეს გამოყოფა უფრო მკვეთრი და მნიშვნელოვანი იყო, მოიდომეს რომ ახალი კალენდრის შექმნა. დააზუსტეს ეს იმ დროს, როდის იყო ყველაზე გვდელი ღამე და როდის იყო დღეამტოლობა და ასტრონომის გამოთვლით მიიღეს ახალი კალენდარი. და დღეს დაცილებული 2 კვირის თითქმის არის სხვაობა. აი ხაზი რო გავუსვათ და კიდე დავაკონკრეტოთ, ჩვენ კი არ გამოვეყავით, ჩვენ ისევე ძველზე, ისენი გამოგვეყვენ და შექმნენ ახალი. მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამე, ახლა ავსვიტოთ, რომ ეს ორი კალენდარი, აი ორი პარალელური სისტემა არის, რომელიც დროში აი ამ ორი კვირით არის ასწლიანი ერთმანეთისგან. მაგრამ არის ერთი რამ, რომ ეს კალენდარი მესიერება შექმნეს და გამოთანეს, არის ჰელიოცენტრული. მზის სისტემაზე ორიენტირებული მხოლოდ და ტროპიკულ წელიწადზე გათვლა არის, ტროპიკულ წელიწადზე. და ეს პირველი კალენდარი არის კოსმოცენტრული. და ის გათვლილია ვარსკვლავურ წელიწადზე. ქრისტეს მეორე მოსვლა კოსმიური მასშტაბის მოვლენა იქნება. და ამიტომ მთელი კოსმოსი, მთელი ხილ სამყარო, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ყველაფერი იქნება ჩართული და ეს გალაქტიკები ამ პროცესში. მერთია შემოქმედება ქვეყანისა და მეთი შესლის ამ სამყაროს. ამიტომ ეს არ არის მარტო დედამიწის და მზის სისტემაში, მთელ სამყარო შეიძლება. სხვა ახალი სამყარო იწყება. ამიტომ კოსმოცენტრული კალენდარი ამ მხრივ გაწონასწორება და ეს გათვლა რაც არის მართალ ეკლესიის კალენდარში, თორედ აწონასწორებს ჰელიოცენტრულს კოსმოცენტრულთან. და ეს რომ ჰელიოცენტრული კალენდარია, ყოველდღე მარტო მზის სისტემას ამ ფარგლებში. და კოსმოსი თქოს მას არ ეხება. და ქრისტეს მეორე მოსვლა მთელ კოსმოსს მოიცავს. მთელ ხილულ ნივთერ სამყაროს მოიცავს. პირდაპირ მოთქვამს, რომ ეს ცადა ქვეყანა დაიწებაო და როგორც გრაგნი დაეხევაო, გაქრებაო და იქნება ახალი ცადა, ახალი მიწა. სხვა განზომილებაში გადავდივართ. და ამ ღვთიურ განზომილებაში ამ წუთები წამები კი არის მთავარი. მთავარია ჭეშმარიტ რწმენა უფლისა. და ზუსტად რომელ დღეს მოხდა შობა 25 დეკემბერსა და 6 იანვარს, ძველის თითო თქვა. შორის, სადაც აი აქ, მაგრამ წამები და წუთებით არ განისაზღვრება ეს. მითხრით, რომ აი მეორე განზომილება, რომელიც ადასტურებს, რომელიც ჭეშმარიტი არის ქრისტეს აღდგომა. აი აქ ქრისტეს აღდგომა ჩვენ ვიცით ზუსტად როდის არის და იმ ლათინების გამოთვლებით უკვე სხვა სისტემაში გადავიდნენ. აღდგომა ხან ებრაელთა პასუხამდე დღესასწაულებენ, ხან ებრაელთა დღესასწაულებენ პასუხს და ხან ჩვენთან ერთად აღდგომის შემდეგ. ანუ სწორედ ეს თარიღი რომელიც ცნობილია, რომ ახალ თვარეზე დღეამტოლობის შემდეგ. სავსე თვარე აუცილებლად პასუხი უნდა იყოს. ხო, ებრაელთა პასუხის შემდეგ, აი სავსე თვარეზე ხდება, ხო, ებრაელთა პასუხი ეთქება, ამის მომდევნო კვირა დღეს იქნება. იმიტომ ქრისტეს აღდგომა მოხდა ებრაელთა პასუხის შემდეგ. აი ეს ზუსტი ქრონოლოგია, ეგ ვიცით. ეგ წერილში დაწერილია, ჩვენ არ ვიგონებთ მას. 25 თარიღი დეკემბრისა წერილში არ წერია. ხო და ეს ზუსტად არის ვიცით. აი ამათ მიმართებაში მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარი ზუსტად ამას აღნიშნავს და ის თავის მეცნიერებს ხან წინუსებს, ხან გვიან მოდის, ხან შუაში უხდება. ანუ დაირღვა ეს მისტიური
აღნიშნა ქრისტეს მკვდრით აღდგომისა. თქვენ მეფევა ერთ სიტყვი თუ შეიძლება აი ეს რო ერთ და იგივე რიცხვში იყოს და თვეში აღდგომა. მაშინ ვიტყოდით რომ დამთხევაა ცეცხლის განმოსვლაც, მაგრამ ეს რომ მოძრაობს და ისეთ ცეცხლის განმოსვლაც რომ მოძრაობს, ეს ხო არის მტკიცება იმისი რომ ღმერთი გვაჩვენებს რომ ეს ჭეშმარიტება, მაგრამ ამ ცეცხლის განმოსვლაზეც ლაპარაკობენ მეფე რომ ამას ვიგონებთ ჩვენ იქ შეაქვთ სანთებელა და ვინ ნახა ეს? ხო შიგით სანთებელა არის თუ ფარულია და ის კანდელია რომელიც მე გამოვიდა. თუმცა შესვლის დროს ხო ჩხრეკენ იქ პატერის მეტი არ უნდა შედის. და ხა გიგით ეს რომ ტყვილი ყოფილიყო იერუსალიმი უკვე ჯერ იყო ესე იგი ბიზანტიის ხელში ხო მანამდე რომის იმპერია იყო ხო შემდეგ ხელში გადადის და არაბები შემოსევები მაჰმადის შემდეგ ხალიფები პატის დროს მე თურქების ხელში არის თუმცა იმათა თუ იყოს ეს ყალბი პირიქით ქრისტიანთა ბრძოლაში სიტყვდნენ აი ეს ყალბია და ამხელდნენ ატყუებენ მაგრამ ყოველი მცდელობა აი ამ სხვადასხვა იმპერიების და აღსარებლობის სტუმდებრო ეს ჭეშმარიტად არის და იმდენად პატის მიაგებენ რომ აი მე ვესებოდი ისინი ტირვას კი დღესასწაული იყო აღდგომის შემდეგ იყო და ამაღლების დღეს აი ამ პერიოდში მომიწია ყოფნა კონფერენცია იყო საერთაშორისო და კუბუკლია ცენტრშიც არის ტადრის სადაც მაცხოვრის საფლავია ტირვა ექსულდება და ბარდი ფესხონს გამოგზანდება აი ქერუბდას გალობის დროს სასრო პირები წინ დგება ორი პიროვნება ღმითი ეთნიკური კუთვნებას მე ვერ გიტყვი ფინარი მაგრამ იმოსებიან თურქი აი დაცვის სამსახურის ფორმაში წვანი ესეთი ჟილეტი აქვს პატარა ყურა და წითელი ფესკა და კვერთხები ხელში და ეს ორი წინ უძღვის მსვლელობას მაგრამ საკუთრეში არ არიან და რატო რომ არავინ არ გაბედოს ხელის შეხება მსიტმის მიმართ და რატო თურქისაცია რომ თურქთა იმპერიის დროს იყო რაღაც შემთხვევა და ბრძანება გასა სულთანმა ეს სიწმინდეა ხელი არ ახლოთ და ეს ორი დამცველი მოდის ხელს უტყავს ამ კვერთხს გაიწიეთ გაატარეთ თვითონ საკუთრეში ასედიან შემოვლენ კუბუკლიას მაცხოვრის საფლავს მიაცილებენ ბარდინ ფესხუმს ისევ საკურთხევლამდე თვითონ გარეთ რჩებიან რას ისევს თქვენ სიწმინდესთან ჩვენ შეხების უფლება აქვს ჩვენ მარტო უნდა დავიცვათ და ამათ ხელში ხა ეს სიყალბე ყოფილიყო რა სიყალბე სამსახურებოდნენ ქრისტიანობას ებრძვიან და არ იტყოდნენ მაშინ მეუფე ხო და რას გამოვიდა რომ იმ საკეთო დამართო ქრისტიანებს რომ ეს სიყალბეა ამას იცავენ და თავს იტყუებდნენ ანუ უამრავი მტკიცებული მაგრამ როცა არ უნდა არანაირი არგუმენტი არ მოქმედს არ მუშაობს და ეს არის მაგრამ აქტიურად შობის დღესასწაულს აღნიშნა იმ დასავლეთ სამყაროში ახლა ბიზნესის დიდი ბიზნესის საქმე იქ ვაჭრობა მიდის ვიღას ახსოვს ქრისტე და ქრისტეს შობა ქრისტის შობა რატომ მოვიდა უფალი ქვეყანაზე თავი არა გასართობები არის არდადეგები არის მოგზაურობები მიდიან მოდიან და პარადები და თელებები და ეს ყაური ეს მოწონთ მეუფე ახლა სოციალურ ქსელში ბევრი იდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ მათ ტაძრებში უკვე კაფეები და ბარები გახსნეს ну ჯაზი უგრავს მუსიკა უგრავს ყველერთა ხტუნავს ხო მე ხავე იქ მაგ რაღაცები ნანახი მაგრამ ყველაფერს ხო იტყვიან ისე ამასეთ ერთი უკრაინიდან ჩამოვიდა ქართველი და საშუალო დასის წევრი გახდა იმ გახეთქილის მოქმედების იმის რომ
ჭეშმარიტ ეკლესიას დევნის არცერთ ადრებს ძალადობენ მოძღვრებზე დალდონ მრევლზე აი იქიდან ჩამოვიდა ქართველი და ეხლა იქ შეძლობს ამაზე რომ ეს ძველი კალენდარიო რუსულ გავლენის ქვეშ ყოფ იმაში სივრცეში არის ხო დარჩენილიო უკაცრავად ათონის მთა რუსეთის გავლენის ქვეშ არის იერუსალიმი რუსეთის გავლენის ქვეშ არის ამათ რათ არ მოწოთ მე ვფიქრ რუსეთუმეს ამბობენ და ხელად ხო და ამიტომ აქ არის პოლიტიკური მომენტიც არის და არის ისე ქვია ბიზნესის და გართობის და ანუ ეს ამას ოფრესული დიალებს თორე მათ მაინტერესებს მაშინ დღესასწაულს აღდგომას ორი დღესასწაულობენ მე გავიხსენებ რომ 2000 წელს საზეიმოდ მათ ხუშობა იყო იერუსალიმში ჩატარება სოფიო პატრიარქი დღევანდელი ბართლომე და ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ერთად შეიკრიბნენ და ამ ახალი კალენდრის 7 ნოემბერს სეკოს კალენდრის 7 იანვარს და ჩვენი კალენდრით 25 დეკემბერს მე ვთქვი ორი პარომ სისტემა დაცილებული ორი კვირით ერთმანეთისგან თორე ჩვენ 25 დეკემბერია სეკოს კალენდრი 25 დეკემბერია ძველი კალენდრი ხო ჩვენ ვჩებით თარიღის ერთგულნი ამიტომ ჩვენ გავთ 25 დეკემბერი და ისო სოფლიოში ამ დროს გარკვეულად სამყაროში თქვათ ევროპულ სამყაროში ამ დროს არის 7 იანვარი და უკაცრავად სადაც მართლმადიდებელი კალენდარია სამეფოში იქ რომელი რა თარიღია იმ ქვეყანაში ცუცხა თარიღია ნუ ჩახვიდე ჩინეთში მათთვის კალენდარი აქვს იაპონიაში კალენდარი აქვს მაშინ იქ რომელი თვე არის ასე რომ მოდითო დაანებოთ ეს თავი რა იმათ უსწავლთ ქრისტე მაშინ ასტრონომიულს თავი დაანებოთ და თუ უსწავლთ ქრისტე მაშინ აქვენ რომ როდის დღესასწაული ქრისტეს აღდგომას აი ის მისტიური თანმიმდევრობა ჯერ იყო იუდეელთა პასუხი მე აღდგომ ქრისტესი ჯერ იყო მოსეს მიერ გამოხსნა ეგრისის მონობიდან ებრაელების შემდეგ ქრისტეს მოსლით და კრიფტეთ აღდგომით გამოხსნა ცოდის მონობიდან ეს თანმიმდევრობა არის და ეს არის მისტიური კავშირები მე ვფიქრ აი რა მინდა სასაცილო ნამდვილად ახლა კალენდარზე ვსაუბრობ და ჩვენ ყველას გვახსოვს ესე რომ ეძახიან ახლა თქვენო რუსეთის დამორჩილებ ვინ შემოიღო ეს ახალი კალენდარი რუსეთმა შემოიღო მე ვფიქრ ოქტომბრის რევოლუციას როდის აღნიშნავდნენ თქვენც ხო გახსოვთ ეს ოქტომბერში მოხდა და ნოემბერში აღნიშნავდნენ და ხო რევოლუციის შემდეგ შეცვალეს კალენდარი ხო ესენი შემოიღეს რუსებმა შემოიღოს და ვინ აღნიშნავს ესე იგი ბოლშევიკებმა შემოიღეს რუსებმა ამას კი არ ამბობენ რომ მართლა იმ რუსულ შემოღებულ კალენდარს ესენი აღნიშნავენ ჩვენ კი არ აღნიშნავთ ჩვენ ისევ ძველ კალენდარზე ვდგევართ აი გარის მაგალითად მოიყვანთ რომ არ აქცენ ყურადღებას რომ ოქტომბრის რევოლუციაო და 7 ნოემბერს აღნიშნავენ რატო იმიტომ რომ როცა ეს ოქტომბერი იყო ხო მაშინ ოქტომბერი და მე აიღეს ახალი კალენდარი გახდა ნოემბერი მაგრამ მაინც ოქტომბრის რევოლუცია ხა ნუ რათა ისეთი ანაქრონიზმი არის ეს არ ზის ამას საუბარი მე დიახ მე ვფიქრ აი ვერწმენი საკითხია დიახ შენ ერთგული ხარ პირვანდელი ერთიან ეკლესიის მაშინ როგორც იყო ისე შეასრულე და დიახ რატოც შენ თუ დროის დინებას მიყვები და დღეს შეიცვალა ხვალ კიდე შეიცვალა მერეზე კიდე შეიძლება უკვე არ ლაპარაკი რომ ხვალ შექმნათ ახალი კალენდარიო სადაც ახალი სისტემა იქნება არა ესე 7 დღიანი კვირა არა 12 თვე სხვა რაღაც გაზომილები და მე როგორ აღნიშნო უკაცრავად რომელი კალენდარი აბსურდამდე მივლიან მე ვფიქრ მადლობა გადაცემაში მოგზაინებისთვის აი როგორ ბრძანეთ შობა ახალი წელი მიულოცეთ აი დგება ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცეთ მე ვფიქრ ჩვენ ბრევს თქვენ ეპარქიას და დავემშვიდობა ჩვენ ტელემაურებლებს ხო ისი ქრისტეს შობით დაიწყო ახალი ცხოვრება ახლა კვირას კიდე ნათლიღება ესეც მიულოცოთ წინასწარ ხო და მადლობა უფალმა მოიდა სიცოცხლე ახალი სულიერი და სიხარული და მომავალი საუკუნო ცხოვრების იმედით
მოღვაწეობა ქვეყანაზე. დიდი მადლობა მეუფე. გემშვიდობებით პატივცემულობთ ერამაყურებლებო, ჩვენი მეგობრებო, დებო, ძმებო, ვინც უყურებთ ამ გადაცემებს, ვისაც გწამთ მაცხოვრის, ვისაც გჯერათ, ხედავთ რომ ბრძოლები მოდის საქართველოშიც განსაცდელია, მაგრამ გწამს რომ სიყვარული და ერთობა გაიმარჯვებს. მადლობა. მადლობა, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან